ნანანინა. ყველანაირ ტკბილეულს და შოკოლადს მირჩევნია. დღეს გუდულში ვიყავი პროდუქტებზე და რო დავინახე პასკები, რა თქმა უნდა, არ შემეძლო რო არ მეყიდე და გადავწყვიტე თქვენთან ერთად დავაგემოვნო. ერთი არის ქართული პასკა შაქრის ფხვნილით, მეორე არის პასკა ცუკატებით. გიჟდები ამ სუნზე. თუ ვინმე ხართ, ვისაც შემსავით გიყართ პასკები, ალბათ მიხვდებით, როგორ გამიხარდა პასკის დანახვა. იმიტომ რომ ჩემი სეზონი მოვიდა. ცნობილი პასკოლოგი ნ გიორგაძე შეაფასებს ახლა პასკას. აი ეს გამოიყურება. ჯანკაია. ქიშმიშები კარგად აქვს, სიტყვაც ძალიან ზომიერია. მე სიტყვაზე გენდო. კიდე გაგასინჯო? კი. შეგვიფასებს ახლა პატარა ნიტაც ჩვენს პასკას. ეია, მოგიწონა? მოფროს მიყვარს. ამისი სუნა მოიყოს და ამას დავისხავ ხოლმე. დაიწყოს. რომელი? იმას დონატების სუნი. ხوار გამოვუშვა ის ლემონინის სუნა, მოპასტის სუნი რო ქონდეს. სუკატებიანი? პასკა. მას შეგნიდან აქვს როგორც სუკატები, ასევე ქიშმიში. ზემოდან თეთრი გლაზური სუკატებთან ერთად. გემოვებით ძალიან დაბალანსებულია და ცუც ვერაფერს ვერ ვიტყოდით. თან არა და გავიწყდეთ რომ ეს არის სუპერმარკეტის პასკა და არა სახლში გამომცხვარი. მივირთმევ ახლა ჩემს პასკებს გემრიელ ყავასთან ერთად. არ და გავიწყდეთ ჩემი გამოწერა. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩაო!